დილა მშვიდობის ჩემო კარგებო. როგორ ხართ? არა, ამბებული ყოფილა. როგორ გიკითხოთ? მოკლედ აქ კარტოფილი მაქვს გამზადებული, სოუსი უნდა გავაკეთო, ხახვიც, ნიორიც, მაგრამ გოდემ კვეცხი მინდაო ჯერ და დახან ჯერ კვეცხი უნდათ შევწვათ კვერცხი. ოღონდ ამით უნდათ ისე არ უნდათ გეგამაც და გოდემაც ეს თქვა. ადამ ფაფა მიირთვა, იმათმა არაფერი კვერცხი გვინდაო. გოდე, მე რა გითხარით? გეგა, შენ გოდესთან ეგერ ითამაშე და გოდე ათამაშე დედიკო ერთ წამს გთხოვთ? ესე იგი წას ვაკეთებენ და ისეთი ის იყო, რა ქვია, ბინძური ის ფილტრი. ტალახი, რა ვიცი, ქვიშა, ტალახი ყველაფერი ერთად იყო გამოვცვალე. ამან ხომო მოკლა ამის ადგილი არ არის მეთქი ვეუბნები აქ ამ კაცს, მაგრამ იარეს მის მერე ამაში გვიშლის ხელს და იქედან ძურება. იატაკები მაქვს მოსაწმენდი, არ მომიწმენდია ჯერ. ვერ მოგატყუებთ. კვერცხი შეწვა ამ კაცმა, ხაფის ანელების ისინი არის. გავწუროთ. კაი. ხავს მოვაგებ, ნუ რა კაც ხავს. მოგეთ ხავით. ნიორიც და ესეთი ნიორი, მაგრამ ამასაც არ გამოვიყენებ, მეშინია. იქროიდო მაგიტო. ნიორი აქაც მაქვს. მოკლედ, 3-4 იყოს. მეტი არ უნდა. ავარჯანილებია ჯერ. ეს სოფლის მწვანილებია. ჩაი მაქვს საყიდელი, მაგრამ მე ჩავალ. ეხლა გოდეც უნდა გაუშვა.
3 ნახევარზე მეცადინეობაზე ინგლისურზე. გოდე ყველა იყავით დე? ვინ არისო? ნატარიყო, ანამარიარიყო. ბარბარარიყო. ანამარიას ბატონები ყავს და შეიძლება ხებსაც ყავდეთ. თორე არაცენენ ეგ ბავშვები. ანამარიას ბატონები რო ყავს უსტად ვიცი. ესე იგი აქ ერთხა ეს ხეები ის ზოგადის რა ქვია კვერცხი ეგრე არაფერი არ იხარჯება მუხას უყვარს მეც მიმირთვი მოხარშული კვერცხიც და შემწვარიც ხოდა ხაფის ნადები ის არის თებში. ხაფა გავაკეთე ერთი ლადი წუხელ ხამე, ანუ ხამე გავაკეთე დილით. ხაფა მიირთვეს წუხელ. დილითაც დღეს გოდემ სულ ცოტა და ადამ წარმოვიდგინეთ რამდენი უნდა მიერთმიათ წუხელ რომ დღეს მარტო ერთ ადამიანს ეყო მხოლოდ ერთს ეს სუნელი ხორში ჩავყარი მაშინ ეხა ისევ წინასწარ აქედანვე უნდა დავიწყო ყიდვა რომ მე ისე არის რომ სუნელი არ მაქვს და ვიცდი რამოდენიმე დღე. წლები მოვაგროვე ვითომ შემეშინდა წყალი არ იქნება, მეთქი აქ თასში წყალი მიდგას, ჩაიდები ავავსე, ეს ავავსე, ვედრო ავავსე. ამას ეხა წყალში იმიტომ ხსნი, რომ მერე იქ კარგად არ იხსნება. ზოგჯერ ვეზარება, მაგრამ ეხა ხსნათ.
ყავა მინდა. ვერ მივხვდი რომ მანამდე ამედურებინა. ძალა არ მაქვს და მჭირდება ეხლა ძალიან. ამას აქ ეხლა ზუსტად ოხრახუში სუნი. თითები მტკივა. წუხენ გავიკლიბეს ჩხილები. ცოტა ხრმად მომივიდა ჩაჭერა აქეთ. და მერე გაზის გაწმენდა მოვინდომე ქალბატონმა. მე მგონი იმან მაწყინა იმ ხსნარმა. ხელთათმანებს და რამეს არ ვიკეთებ ისე. იმავშვები. წმენ. მე მგონი იმან მაწყინა. კივა მეწვის თითები წუხანდელიდან მოყოლებული. ფანჯარასთან მალე შრება. კალმაც გვაქვს ჩართული. კარებები ამათ, აქეთ, იქეთ ფანჯარა. მაგრამ ის დაბალზე მიყენია და იმას ხეს გამოაშვებს. დაფას. აი, ახლა რა მიუნდოდა ამას კიდე. და ჩემი ზოგჯერ თუ ბევრი არ ქონდა და ჩვენ ბევრი ვიყავით და რა თქმა უნდა ჭირდებოდა ცოტა ბევრად სუნელი რო აქვს მაგით არ უშვები მეც ცოტა ფილსაც ურევდა სიმინდის მე მგონი სიმინდისას უყურისას მოკლედ ფულს რო ურევდა მახსოვს, მაგრამ ისას არ მახსოვს უსწრაფ. კან. მოვასხათებ ამას ეს. გეგამ გრინ კვერცხი მინდაო. Კვერცხის? აბა? რა? აიდე. მეც წამოვალო ხვალ შენთან არ ვიცი მე სად მივდივარ. რო გითხრათ? ანიკოსთან? დედიკო, მე არ მინდა რომ თლად შევტოკოთ. ხოდა არ წავალ. მარტო გოდეს გავუშვებ მერე და ჩაის ფერის მოიტანს. всё. პური მაქვს. კარტოფილი გვაქვს, სოუსის გავაკეთებ. ეს საჭმელი არის. მერე შუალობიოს გავაკეთებ. სოუს მოუწევ და ლობიანებსაც გავუკეთებ და იმასაც ლობიოსაც სარგე 1 კილო მაგდა მოვხარშავ. გასწო ამ სამამოს გავარჩება იმას ვისა. Sadece ki bakmalar main. Ise tsiriya ve uswa.
მასწინდა. კალახიანი იყო ეგ და თანით მოვაშორე ჯერ და მერე გავრეცხე. რაზე მინდოდა საუბარი რაღაცაზე გავიხსენებდა ვიდეოანი და გამომივიდეს ავთალეს ამაზე რო არ გეყურებინათ მთელი ვიდეო მაგიტო დავაპაუზე იხლა ეს პარკა ვაგდე ლიმონის წვენის საწოლი გაი ეს მქონდეს კატორისა კვერცხის გადმოვაბრუნე უნდა ავიღო აცი მე მგონი ბევრი გამომივიდა გადავწვა თორე ჩემი შვილები მომკალავენ და დამწვარი არ არის არ უყვარს მაგრად შებრაწული უყვარს კვერცხი მაგრამ დამწვარი არა
ამ კარტოფილს მაგი ყვალობებს ხარ. რახმარი. ზოგჯერ მავიწყდება, მაგრამ ზოგჯერ ვერ ხარ. ეხლა ამას უნდა ვაჭამო. შეიწვა ის ჩემი ხელის გარეშე გოდე შეჭამს და ეს ორი არა ვთქვი. კაცი არ გამოიწურე ეს დავაჭყო და მე მოვალ. თორე გოდე უნდა წავიდეს და ცოდვა. ესეც ასე. გოდე მოდი დე დადეთ ახლა ის იქ დატოვე გამორთე და მოდი გამარჯობა მეგობრებო როგორ ხართ მოდი ეს შენ მეტი მოგეცი რა ვიცი იქნება უნდა საწევილი გამოიტანე ორი საათია. ჩატარდა. გამართ მაინც ერთმანეთში. მე ხოლმე და სულ დარჩა და მაგიტო გეუბნები რა ჯამე. ორი მევიტანოთ. დამთავრდეს და მე მოვხსნი. მოდით გაჭამოთ, გეგა. ვაჭმევ ამაც და სადმე მიაჭერ რამეს და მთლად გამომირთავ. მოკლედ. დედა. დარი. Dari. Oh, ada marjana. Კვერცხი დავაბრუნე იქეთ და მათ გავრეცხა. არის ცოტა. მოკლედ. ესე იგი, გოდერძის
მოიკითხნა მაგ ტომატში, ხო? მანამ ვერ მორჩა და ისე ვერ შეჭამა, რომ არ ამოტიტყნილიყო. თან ის თეთრი ეცვა. კაპიშონი ზემო თეთრი, მოკლედ კრემისფერი, მაგრამ მაინც. მოიკითხნა და ვსო. აგერ არის პასტა. დავშლები ერთ წამს ყავას დავლევნიეთ და მერე ამტვითავან მიდევს და მერე როიტვირთება იმ პერიოდში მივალ და იატაკებს მოვწმე. კოდერძი, წიგნები და ისინი რატომ ყრია მაგიდაზე მითხარი. რომ მივიდეს და გააფუჭოს რომელიმე დავქნა. მაგიდაზე ერთი წერტილი არ იყოს პასტის. წესერა ჩადერი ქარა აყირაო რამე ისე. დავსვამ ხალხო პირი მიშლება. გუში ზუგდიდში ვიყავით წასული. ესე იგი არ მიჭამი არაფერი მეთქი მოგატყუებთ. ბანანი და დორიტოსი ცოტა სადღაც ერთი 10 ცალი მაინც ესე ცალობაში პაჭკიდან ამოღებულ გულისხმობ შევჭამეთ. ქაზიანიც დავლიე. ხო და მაინც რომ მოვედით როგორ ვიყავ იცით? აი ნარკომანი პირველი ხო იცით რომ წამალი უნდათ და აკანკალებენ და რაიმე საშინელ დღეში რო აი ის მდგომარეობა მქონდა საძმელთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ. ასე აღარ არის, მაგრამ ესეთი მდგომარეობა მქონდა. კაი, ცხელში გავხსნათ. ჩავასხათ. კოდე წავიდა და დავწექი. ძილი არ ყოფნის. სამივე შვილებს გეფიცებით. ადას და გეგას გამო 3-4 საათზე ვიძინებ. და ისიც როგორ ვარ იცით? ძალით ვცდილობ რომ დავიძინო, იმდენად მიტყდება უკვე ძილი, რომ აი მეც მინდა ადრე დაძინება, რატომაც არა ადრე მეწყება ძილის პერიოდი, რომ დავიძინო, მაგრამ აი ამ ბავშვების გამო რომ ღამე უნდა ავაყენო ხოლმე, ვერ ვიძინებ. ოთხკალზე ჩავყარე თითქმის ყავა და როგორ არ იქნება ძლიერი რა ვიცი. გარეცხლები გავიფინე და ეს არ გვაქვს ცეკვა. მარტო ინგლისურის მეცადინეობა და ეგ არის. ცეკვა
არ კონდა ხოლმე ეგ დამეც ეხა ეს რა გავიხადო შარვალი დავუცებ არ შევაგდო გოდეს იმასთან ერთად შევაგდებ მე ამას დაემჩნევა და მიყვარს ეს ისერია აი სქელია და მუცელს რო ფარავს ეგეთია უყურეთ მაგიტომაც მიყვარს ეს და საერთოდ მიყვარს სქელი შარვლები ეხა ეს ჩემი ჯინსები გუშინ მინდოდა ვიდეოზის გადაღება მაგრამ ვერ გადავიღე ვიდეო და მოკლედ სამზარეულოდან ვერ გავყარე ესენი ყველა მუხრანის ჩათვლით მაგიტო ვერ გადავიღე თანხმაურობდნენ და ერთ ამბავში იყო ხო და ისმეც რა ის შარვალი რა ქვია მაგას რა სტილი ჯანდაბა ქვემოთ დაყრილი როა ვარსკვლავები თუ რაღაც რა ხატია შლაქსი სკოლაში ნახეთ რა მითხრეს ფოტოზე რო არისო ტემოზე ნაყიდი მაქვს მაგ ფოტოზე რო არისო მაგაზე უკეთესი ყოფილა ვინც ნახა ჩემადენამდე მარო მაჩუკაფული 50 ლარი მაგით მივედი და კაბა გამოიწერე, წუხი გამოიწერე იმიტომ რომ 57 დამრჩა რო ჩავრიცხე 3 ლარი არ ვიცი რისი მომაკლდა ეს იმაკლდება ხოლმე სულ TBC-ზე და არ ვიცი ეგ რა არის TBC-ის ბარათი კი მაქვს მაგრამ 3 ლარიანი არ არის 2 ლარიანია 3 არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაიღო რა ვიცი მე ხო და ორიანია თუ ლარლახევრიანი არ მახსოვს მაგრამ ალბათ ორიანი რა მოკლედ ხო და სანამ აი ბუდელნიკმაც გოდე გაემზადე ჩაიცვი ეცეცა მითხება გავაცილე გოდე ესაც დავლევ ერთი წუთი საწუხით ძალიან გაიყოფილა გადახვიდე და გეხვეწები მოხან მეუბნება შენ ახლა ყოველღამეო აი იმ ხსნარით უნდა წმინდოო გაზი ხო მეთქა ბარისთვის ვიყიდე თქო და დღე გამოშვებით რომ წმინდოო და თვეში ერთი იგმარაო არაო ვიდრე ეგეც გაწმიდაო მასთან ერთად ცუდია ეს ტკბილი როა და ეს მჟავე და უშაქრო თან ძლიერი ცუდია მასთან ერთად აი როგორ ყავისფრად დაემჩნია აი ჩემი ყავა რა დამეწვეთა წავედი დაგემშვიდობებით ახლა მინდა დიდი ვიდეო გამომივიდეს და შეიძლება მოვიდე კიდე ნახოთ შევხედოთ ხო გაიცანა იყო რაღაც ის სხვა მინდოდა ის კი გადამავიწყდა ის თემა მაგრამ მე გამახსენდება და იმედია თავისუფალი დრო რომ ექნება უცებ ჩავთავ რომ გამახსენდება
იმიტომ რომ მე მავიწყდება და ვერ იმაშვები თან აზრებსაც ვერ ვკრებ იმ წუთას როცა მეხსნება გონება და ამას რაღაცასთან დაკავშირებით მინდა საუბარი აი იმ წუთას თუ არ დავიწყე ჩაწერა მე ვერ იმაშვები ხო დედა არაფერი დე ქვემოთ რემონტის აკეთებენ ხო და ხო YouTube-ზე მე მგონიო გაიზარდაო ფასებიო თუ რაღაც ხელფასებიო თუ რაღაც თუ თანხის დარიცხებია არ არის ხალხო ეგრე პირიქით შემცირდა მე მგონი იმიტომ რომ კი დაუწერე მანდ პასუხი მაგრამ აგერ თქვენს გეტყვით მერე მუხარო მოვა კი მაქვს აქ მუხას ტელეფონი მაგრამ ნომერი არ დევს ეხა მაგაში და თან ყველაფერი წაშალა დაებლოკა რაღაც და მაგიტო დატოვა რა ყველაფერი აქ წაშლილი ჩემი YouTube-იც იქ რო ეწერა და საერთოდ ყველაფერი წაშალა არც ნომრები არაფერი არ წერია და მაგიტომ როგორ გადავიღო და მე როგორ გადმოგზავნო ეგ არ ვიცი ასე რომ მუხარო მოვა და რო გააკეთებს ამას მე გაჩვენებთ სუსტად იმიტომ რომ თუ რამეს გეუბნებით და აი თუ რამეს გეუბნებით ყველაფერს სიმართლეს გიძა გეუბნებით ხოლმე თუ ვამბობ რაღაცასა თუ არ ვამბობ უბრალოდ შეიძლება რაღაცის საგამო თავი შევიკავო და მაგიტომ არ ვამბობდე ბევრ რამეს მაგრამ ეს ჩემს ცხოვრებაზე საერთოდ თორე ახლა YouTube-ს ბევრი ვიდეო მიდევს სადაც დეტალურად გაჩვენებდით გინდ ჩემ ხელფასსაც თუ რამდენი ირიცხება და ასე შემდეგ და ესე მუხა რომ მოვა მე გაჩვენებთ მე ესე იგი რამოდენ მეოთხე თვეა მე მგონი რომ ყოველ მეორე თვე ვიღებ მეოთხე თვეა მე მგონი ყოველ თვე ძლივს ზოგჯერ აი თუ კაი ვიდეოები მქონდა 5 ევროც მე რიცხებოდა ვიდეოზე სულ წინა წლებში იქ რო ვიყავით ბორჯომში 10 ევროც და მე რიცხა ერთხელ ხო და მოკლედ ასე არ არის ახლა ორი ვიდეო დავდე ორიც რომ დავდო 1 ევრო და რაღაცა მე რიცხება ხალხო ამას რამდენი სიმართლეს გეუბნებით იმდენი სიკეთე მე და ჩემს სამივე შვილს და როგორ იყო Facebook-ზე ეწერა ვინც ბევრს იფიცებაო სულ იტყვებიან და ასე შემდეგო მაგრამ სულაც არ არის ხალხო ეგრე შეიძლება იყვნენ ადამიანები კი მაგრამ რასაც გეუბნებით და თუ ბავშვებს ვიფიცებ ბავშვები მთელს ჩემს თავს და მთელ სამყაროს მირჩევნია ასე რომ რაღაც სისულელისთვის და ტყუილის გამო ჩემს შვილებს არ დავიფიცებ ამასაც უბრალოდ იმიტომ გეუბნებით რომ არავინ არ შეგიყვანოთ შეცდომაში აბა ჩემთან არის რიცხება არაფერი მეტი ხო და ეხლა მაქვს გუშინ გაბრაზებული ვიყავი რა აზრი აქვს რომ შევხედოთ ხო და არ ვუყურებ საერთოდ თანხას და როდის იყო 35 გითხარით სადღაც 2 დღის წინ და ეხლა მაქვს 38 ევრო ვნახეთ დღეს დილით შევამოწმე ანუ შევსება მინდოდა წინა თვეში მაქვს 61 ევრო 61 და რაღაც არის მე მგონი ზუსტად არ მახსოვს რა მოკლედ გაჩვენებთ მაგასაც უხარო გააკეთებს იმ ტელეფონს შევწერ ვიდეოს და ზუსტად გაჩვენებთ დეტალურად იქ თანხებს თვეების მიხედვით არის იქ წინა თვეებიც ასე შემდეგ მქონდა რომ 90 ევროც იყო მეტი არ მახსოვს თუ მქონია არ მახსოვს მაგრამ საფხულში მე მგონი მქონდა სადღაც 95 ევრო მოკლედ ნახავდა და იქ იმას იზამ გაჩვენებთ მე მაგრამ ესე გადაბმულად არ მქონია და საფხულში მე უფრო იმას გულისხმობ იქეთ სხვაგან რომ ვიყავით და ვისვენებდით იქეთ ბორჯომში აი იმ დროებს გულისხმობ ასე რომ არ ვიცი ამბობენ რომ კომენტარები უნდა იწერებოდესო ბევრიო ეხლა ლაიქებიო თორეო ეხლაო დროს და ნახვებსო მაგრამ რეკლამებს მაინც მოაქვს იმიტომ რომ ძველი ვიდეოები რო მაქვს მე იქ წერია რომ რეკლამის ყურებამ ანუ თქვენ რო ჩემს რეკლამებს უყუროთ იმას თანხა შემოხოდეთ ვერაფერს ვერ გავაკეთებ მე არ ვიცი და მამიკო არ გაბრაზდეს დედიკო არაფერი რო არ დევს ისე თამაშობთ რაღაცას ხო და მოკლედ ესე ჩემო კარგებო
გადავიღებ ერთხელ და დაგიდებთ იმ ვიდეოს, რომ მართლა სიმართლეს გეუბნებით და არ ვიტყვევი. მიუხედავად იმისა, რომ ვინც იფიცებაო ასეო ფიქრობს ხალხი, არ არის მასე. ტყუილია მაგი. შეიძლება იყოს ეს კატეგორია, მაგრამ როგორ უნდა დაიფიცოს შვილები ტყუილის გამო? არ არსებულია მსგავს, ჩემთვის რა ვიცი ეგ. არ ამგონია რომ ვინმე შვილები ტყუილის გამო დაიფიცოს. არა, ეგ სწორი, არც მიღებული. ან როგორ არ ეშინიათ კიდე? თუ არის ეგრე. და კიდე, არავის არაფერი არ უმტკიცო, საერთოდ არავის არაფერს არ უმტკიცებ ხოლმე, მაგრამ რა მიყვარს იცი ცხოვრებაში, ყველაფერი მიყვარს გარკვეული, ყველაფერი. ვარ როგორ იცით, გამომძიებელი ვით და ეგ თბილისშიც ჩემს იქ რომ მუშაობდი სუპერმარკეტში რა, ლუქსში. როგორ გამომძიებელი ვიტყოფით ხარო დირექტორმა ნინელი მითხრა ეგ რომ კოქტეილის კი არა და იოგურტების ჭამა რო დამაბრალეს მე და ღამის სმენაში ვინც ვიყავით მაგათ ცხოვრებაში რო იოგურტი არ მაქვს ნაჭამი და არც გასინჯვა არ მინდა ადამიანს გამოვიძიე რა თქმა უნდა ყველაფერი დეტალურად დავაკვირდი და ვისი ბრალიც იყო ყველაფერი დავდი ქალბატონ ნინელის წინ და სხვათა შორის მე ვინც იყვნენ ესე უყურადღებოდ დისტრიბუტორს რო ეკეკლუცები და ასე შემდეგ სპეციალურად აკეთებენ ამას თუ ახალგაზრდები არიან იმიტომ რომ საქონელი შემოგტენონ ცუდი ამიტომ როდესაც მსგავს სამსახურში ხარ კეკლუცობა უნდა დაივიწყო და უფრო იმაზე უნდა იყო ორიენტირებული, მაგრამ ნახეთ როგორ არის იმას უფეხებზე ეკიდა ადმინისტრატორი იყო თუ ვინც იყო გინდა საწყობში ვინც იყვნენ, ორივე ბიჭიც და გოგოც, ანუ საწყობში ბიჭი იყო, მაგრამ გოგო ადმინისტრატორი იყო. ძალიან კაი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ შენს გამო მე რატო უნდა დამეწეროს და მე რატო უნდა ვიხადო თანხა, ან მე რატო ვიღაცამ დამაბრალოს, რომ რამე ან შენ შეჭამე, ან შენ ასეკენი, შენ ისეკენი. მე მემდუროდნენ, რომ აი ჩვენ რატო არ გითხარი შენზე, რატო უნდა მეთქვა, როცა შენ ერთი სიტყვა ჩემს დასაცავად არ გითქვი. ამიტომ პირდაპირ დირექტორთან დავდე ჩემი დამტკიცებული საბუთები და ჩვენ ჩამოგვეწერეს და იმათ მიაწერეს მე. ღირსები იყვნენ და იმიტომ. ხო და ცხოვრებაშიც ეგრე ვარ. ყველაფერი მეყვარს გარკვეული, დეტალურად და ამის თქმა კიდე მე. ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცას ჩემს სიმართლეს უმტკიცებ. მე ყოველთვის მიყვარს რომ ჩემი სიმართლე მქონდეს დადებული წინ, ყველასთან ცხვირ წინ. ხო და ასე რომ ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა შეძლონ შენი დანახვა. სწორად. ეს არის და ეს წავედი აბა კი მაინც დიდი ვიდეო გამომივიდა არ მინდოდა და. დროებით ბედნიერ დღეს მშვიდობიანს პოზიტიურს გისურვებთ.